გიორგი ხადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. საღამშვიდობისა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბანკების თემა იწვევს, აი ამ სანქციების ფონზე ბანკების თემა იწვევს უდიდეს ინტერესს და ჩვენი საუბარიც ამით დავიწყოთ. ეროვნული ბანკის ახლანდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბანკებმა უნდა დაიცვან ქართული კანონმდებლობა. ეს გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ კი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ეს ნიშნავს თუ არა, რომ თურნავა ივანიშვილი თურნავას პირდაპირ მოუწოდებს კომერციულ ბანკებს, რომ ითანამშრომლონ იმედსა და პოსტივისთან, რომლებიც დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. ხო, ძალიან რთული არის, მართლა რთული არის კომენტარის გაკეთება ესეთ უვიცობაზე პრაქტიკულად. ეს ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ ქალბატონო თურნავა ძალიან კარგად იცის, რომ აბსოლუტურ სისულელეს ამბობს, წარმოუდგენელი არის საერთაშორისო საფინანსო სისტემა არ დაემორჩილოს სანქციებს. ამას ვერ ბედავს უზარმაზარი ქვეყნებიც კი, მათ შორის ჩინური ბანკები ვერ ბედავენ და ჩინური ბანკები უხურავენ რუსულ კომპანიებს, ანგარიშებს, არათუ ქართული ბანკები და რა თქმა უნდა, ქართული ბანკები დაემორჩილებიან ამ სანქციებს, ქალბატონი თურნავა უბრალოდ იხდის იმ ვალს, რისთვისაც ის იქ არის დანიშნული და ეს სირცხვილია, უბრალოდ საერთოდ სირცხვილია, რაც ხდება ირგვლივ, სირცხვილიც ალბათ არ არის სწორი სიტყვა, მაგრამ თავარი რაც ჩვენ უნდა გვესმოდეს ის არის, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ეს არის გაღარიბების კიდევ ერთი ტალღა. რასაც ქართული ოცნება აკეთებს, გასაგებია, რომ რუსებისკენ არიან, ომში რუსებისკენ არიან, რუსებს ემსახურებიან, ეკონომიკა რუსებს მიაბეს. არავის ისე არ უხეირია რუსეთ-უკრაინის ომისგან და რუსეთის-უკრაინის შეჭრისგან, როგორც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა იხეირა. პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებენ გარდა ორი მიმართულებისა, ეს არის სანქცირებული რუსებს დაეხმარონ სანქციების გვერდის აულაში, როცა მათი პორტები დაკეტილი არის და გააჩაღონ ეს თაღლითული კოლ-ცენტრები. ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი მთავარი შემოსავალი საქართველოში უკვე აგერ მეოთხე წელია და გასაგებია, რომ რუსებისკენ არიან, გასაგებია, რომ დასავლური სამყარო საქართველოს ხელისუფლებას როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს უყურებს ისე, სადაც ისინი არიან კოლაბორაციონისტულ რეჟიმში, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ ვღარიბდებით. საქართველო ღარიბდება ყოველდღიურად ივანიშვილის ხელში. როდესაც აი ესეთი რამე ხდება, ეს ნიშნავს, რომ არ შემოდის ახალი ინვესტიციები, ეს ნიშნავს, რომ არ იქნება ახალი სამუშაო ადგილები, ეს ნიშნავს, რომ მონოპოლიები და კარტელებს არაფერი არ ეშველება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები გადაიხდიან უფრო მეტ ფასს ყველაფერში, ვიდრე იხდის ამაში თუნდაც ევროპული მომხმარებელი, ეს ნიშნავს, რომ ხარისხი იქნება დაბალი და ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ათეულ ადამიანს ექნება ხელში აკუმულირებული პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება ქვეყნის და დანარჩენი საქართველო იქნება გაღარიბებული და გაძარცვული აი ამ კორუმპირებული თავხედი ჩინოვნიკების ხელში. აი ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს შესაძლებელი. აქ, იცით, ჩვენ საუბრობთ სანქციების ეფექტურობაზე, შეძლებენ თუ არა ბანკები გვერდი აუარონ და ასე შემდეგ და ამავე დროს თვითონ ხედავთ რუხაძეები და სხვა სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ გარბიან და როგორ ცდილობენ დაემალონ ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი, რასაც ისინი საუბრობენ ინტერნეტ ტროლად ქცეული ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ალბათ დღეს ვკითხულობდი მიმოწერას და ესპანური სირცხვილი ქვია, ხო? სხვის მაგალითად რო გცხვენია, მართლა მცხვენია, რომ ამ ქვეყანას თუნდაც მიტაცებული ხელისუფლების ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარის იმ ტექსტებს ვკითხულობ, რომელიც არის სერგო ორჯონიკიძე შეშურდებოდა და ფილიპე მახარაძეს ისეთ ტექსტებს წერს, უბრალოდ აი მართლა ყველანაირი თავმოყარეობის მიღმა არის უკვე ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ყველაფერი გამიზნული არის მათი აუდიტორიისთვის, აგულიანებენ მათ იმ ხარდაჭერებს, რომელიც ან რაღაცა ფორმით ხელისუფლებასთან არიან კავშირში, ან ამ ძლიერი პროპაგანდის ძალით აწუნებენ, რომ იცით რა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და ჩვენ არ ვიყოთ აუცილებლად ომი იქნება და ინგლისი და ბრიტანეთი და ჰოლანდია და გერმანია არის ომი და ბელგია არის ომი და რუსეთი და ბელორუსი არის მშვიდობა და ამიტომ ჩვენ ვირჩევთ რუსეთს და ბელორუსს. უძლურები არიან, ვინ რას ეკითხება, ხო, შეუძლებელია ეს, ამიტომ მინდა რომ ყველას ესმოდეს, ეს რეპუტაციულად ეს არის ძალიან ძლიერი დარტყმა
ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ უკვე ამ პოზიციაში ვართ, რომ ვითვლებით რუსების კოლაბორაციონისტ ძალად, ამიტომ ერთადერთი რაც და ეს პირდაპირ წერია, ხო, სხვადასხვა ტექსტებში ერთადერთი საქართველოს მიმართ ხარდაჭერა, ეს არის საქართველოს პროდასავლური მოსახლეობის მიმართ ხარდაჭერა, რომელიც ქუჩაში დგას, პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები, კიდევ ერთხელ არ დავიღალოთ მათ სოლიდარობა გამოუცხადოთ. ჩვენი გზა არის ეს, რომ კიდევ უფრო შემცირდება, კიდევ უფრო მარწუხები მოუჭერს მათ ეს სანქციები ნელა, კი, ჩვენ უფრო სწრაფად გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა იმედი რომ პროპაგანდაა და პოზიტივი რომ რუსული პროპაგანდაა და რუსულ საქმეს აკეთებენ, ანტიუკრაინულ საქმეს აკეთებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ, ამას რა ნებისმიერი სულწოვანი ადამიანი, არასულწოვანი შეუძლია ჩამოსქოლოს მათი გვერდები და ნახოს, ხო, ანუ ეს ჩვენ კარგად ვიცით. უბრალოდ დრო ჭირდება იმას, რომ საერთაშორისო თანამედროვე მსოფლიო ამას საბოლოო ჯამში მოერგოს და ადეკვატური ნაბიჯები გადადგას და ეს ნაბიჯები გაგრძელდება და გაგრძელდება და მათ შორის მინდა იცოდნენ აი ბიზნესმენებმა ლოიალისტმა ბიზნესმენებმა, ბიზნეს ასოციაციის წევრებმა, ეხა გაჩუმებულებმა და კადრი გადაბრუნდა. ეს ყველაფერი აუცილებლად. კადრი გავასწოროთ, იმიტომ რომ მოიქნა რა კი ბატონო. მოდით ასე დავსვათ კითხვა, თქვენ ახლა ბიზნესმენებზე საუბრობდით, რომლებმაც თუ კი გაბედავენ და თუ კი იტყვიან სათქმელს ნაწილობრივ მაინც რაც ხდება მათ თავს და რა პრობლემებიც არის, რა თქმა უნდა ეს გაცილებით მეტი შვება იქნება არ მხოლოდ მათთვის, არამედ ქვეყნისთვის, თუმცა მსხვილი ბიზნესის უდიდესი ნაწილი თანამშრომლობა სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა ფორმით ამჯობინებს მოქმედ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან. აი ამ ფონზე, როდესაც ბანკებს ჯერ არაფერი უთქვამთ, როგორ შეიძლება დააზარალოს ივანიშვილმა ეს ბანკები? ხანდახან ჩანს და გუშინდელი განცხადებითაც ჩანდა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს ახლა რომელიმე ბანკი გადაიჩეხება თუ არა სადმე. ასეთი პირი უჩანს, ხომ? აი ეს იმდენად გამწარებულია ოცნება. ახლა თუ კი ისინი უარს იტყვიან და სავარაუდოდ დუმილით ამ წუთისთვის უარს ამბობენ და ასეც მოუწევთ, როგორც თქვენ გვიხსნით, შეუძლებელია უბრალოდ სხვაგვარად მოქმედება, რითი შეუძლია მას დააზიანოს ბანკები? ესე იგი, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ საქართველოს საბანკო სისტემა, მთლიანად ფინანსური სისტემა მსოფლიოში მიერთებულია სულ 3 ბანკის მეშვეობით. 2 ამერიკული და 1 გერმანული ბანკის მეშვეობით. მარტივენაზე რო აუხსნათ ჩვენ მაყურებელს, ნებისმიერი გადარიცხვა, ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ნებისმიერი ტიპის საქონლის შემოტანის, გატანის, პირადი გადარიცხვა თუ ასე შემდეგ, განხორციელებული უცხოურ ვალუტაში მხოლოდ იმიტომ ხორციელდება, რომ ამას შუამავალი ბანკები, 3 ბანკი უზრუნველყოფს ამ შუამავლობას. ეს არის 2 ამერიკული ბანკი და 1 გერმანული ბანკი. საკმარისი არის ამ ბანკებმა, სახელმწიფოებმა კი არა და ევროკავშირმა და ამერიკის ხაზინამ კი არა. აი ამ 3 ბანკმა ჩათვალოს, რომ ქართული საბანკო სისტემა არ ემორჩილება სანქციებს და იმ წუთშივე ყველა გადაიცხვა შეექმნება პრობლემა. უკეთეს შემთხვევაში გადაიცხვას დაჭირდება კვირები, დღეები და შეიძლება კვირები და უარეს შემთხვევაში 1 ტონა საბუთები იქნება მისატანი ბანკებისთვის იმისთვის, რომ ყველაზე უფრო მცირე გადაიცხვას განხორციელდეს, რაც პრაქტიკულად უკვე არის ბოლო ეტაპი ბელორუსიზაციის. უბრალოდ ამ ეტაპისთვის ეს ეტაპი იმედი არ დადგება, მაგრამ ეს ეტაპი თუ დადგა, მას ჩაყვება ყველა და ყველაფერი. აღარ იარსებებს არანაირი მსხვილი ბიზნესი, ისევე როგორც არ არსებობს ეს მსხვილი ბიზნესი ბელორუსში და არც სხვა რუსეთის სატელიტ ქვეყანაში. იარსებებს მხოლოდ უშიშროების სამსახურები და უშიშროების სამსახურების უკან მდგომი რაღაც ჩინოვნიკები და რაღაცა ტიპის ეკონომიკა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, საქართველოს არის ღია ტიპის ეკონომიკა. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, ჩვენ არ გვაქვს გაზი, ჩვენ არ გვაქვს ის შემოსავლები, რომლებითაც სულდგმულობენ ავტოკრატი ლიდერები. ჩვენთვის ეს ნიშნავს ტოტალურ სიღარიბეს. ტოტალურ სიღარიბეს ნიშნავს ეს და კიდევ ერთხელ 12 წლის ვიყავი ბატონი ხაინდრავა აფხაზეთის ომის დროს რომ გამოდიოდა და ძარცვავდა ამ ქვეყანას და ჯერ აფხაზეთამდე რუსთაველზე ავტომატით დარბონდა და მერე აფხაზეთში დარბონდა 12 წლის ვიყავი და ეხლა ვარ 45 წლის და ეხლაც ისევე უსმენ ხაინდრავა როგორ იძახისო ევროპა ცუდი არის ჩვენ გმირებზე იძახისო მოღალატეები არიან და რუსეთი დგას ფეხზე და მაგარია. გიორგი აი ამ უბედურებაში ვართ.
ჩვენ შეუძლებელია, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ხაინდრავა და მოროშკინა ხსნიდეს საქართველოსთვის რა არის სწორი ეკონომიკა რა არის და პაპუაშვილი რომელიც აბსოლუტურ სიგიჟეებს ლაპარაკობს. მაპატიეთ ემოციურობით. დიახ, გიორგი, აი ასეთი შეკითხვა მაქვს. ზღვარი, რასაც ეს ხალხი ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ უბრალოდ აი ახლა ახსენით კარგად რა ზიანს აყენებს ეს ყველაფერი საქართველოს ანუ ქართული ოცნება რა ზიანის მომტანია ამ ქვეყნისთვის ამიტომ ეს ნიშნავს რომ თავად რეჟიმს უნდა მიადგეს ზიანი რომ ის ჩამოცილდეს ამ ქვეყნის დე ფაქტო მართვას შესაბამისად აი ეს სანქციები სწორედ რეჟიმს ასუსტებს, მაგრამ მე მინდა კითხოთ, როგორ ასუსტებს ის კონკრეტულად რეჟიმს და მის იმ ნაწილს, რომელიც ივანიშვილისგან ელოდებოდა, რომ გახდებოდა ივანიშვილი მისი სტაბილურობის წყარო. და როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ ივანიშვილი არა სტაბილურობის, არამედ არასტაბილურობის წყაროდ იქცეს მათთვის და ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ ამაში. ანუ ქართული ოცნების ის საყრდენი ბიზნესში იქნება ეს პროპაგანდაში თუ სადმე, მას უბრალოდ გამოეცალოს, ანუ დაირღვეს ეს სისტემა. ბრიტანული ეს სანქციები როგორ მოქმედებს ამ რგოლებზე და მომდევნო შესაძლო სანქციები რა გავლენას მოახდენს? მე ჩემ ვარაუდს მოგახსენებთ, როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და ამა თუ იმ ფორმით აღდგება რაღაცა ტიპის ურთიერთობა რუსულ პორტებთან და რუსული პორტები გაიხსნება, ივანიშვილი კარგავს ფუნქციას, იმიტომ რომ მან რა ფუნქციად შესთავაზა დღეს რუსეთს, მან შესთავაზა რუსეთს ფუნქცია, ასე ვთქვათ, გასასვლელის ევროპაში, იქნება ეს ტვირთების თვალსაზრისით, იქნება ეს ნავთობის თვალსაზრისით, იქნება ეს საბანკო გადარიცხვის თვალსაზრისით, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საკმაოდ დიდი ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ მაგალითად გადმორიცხვები იყო 1 წელს 4 მილიარდი. რა თანხები გადის არადეკლარირებული და რა საქონელი გადის, კაცმა არ იცის. ხომ ჩვენ საუბრობთ რომ ეს ადამიანები, რომლებიც დაპატრონებულები არიან ამ ქვეყანას, თუ მილიარდობით არა, ცალსახად ასეულობით მილიონ დოლარს ეპატრონებიან ზუსტად აი ამ სანქციების გვერდის ავლაში და რუსეთის მხარეს ყოფნაში და ზუსტად ეს არის მათი არჩევანი. როგორც კი ომი მთავრდება და რუსული პორტები ამა თუ იმ ფორმით თუ სამშვიდობო შეთანხმება შედგა იხსნება, ხომ ეს იქნება არსი, იმ წუთშივე საქართველოს ჯერ ივანიშვილი კარგავს თავის ფუნქციას, რომელიც მან აირჩია და მეორე საქართველოში შემომავალი ყველაზე უფრო ბოლო უცხოური ვალუტაც კი გადაიკეტება, ხო, იმიტომ რომ იმის მაგალითად რაღაც ინვესტორები შემოდიოდნენ რუხაძემ და ივანიშვილმა მაგალითად ჰაიდელბერგ ცემენტი გაიყვანეს, ხო? ანუ პირიქით უკვე შემოსული ინვესტორები გაყავთ, თვითონ ეპატრონებიან ყველაფერს, ახალი ფული აქ არ შემოდის, დასავლური ფული აქ არ შემოდის. რა მდგომარეობაში არიან დასავლურ ინსტიტუტებთან ხედავთ და დარჩენილია მხოლოდ ეს რუსული ნაწილი. ეს რუსული ნაწილიც რო ჩაიხურება პრაქტიკულად ჩვენ ავტომატურად დავდგებით ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობის წინაშე, ურთულესი. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა და საერთაშორისო პრესაშიც ეს იწერება, არავის ისე რუსეთ-უკრაინის ომზე არ უხეირია, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, როგორც ქართული ოცნების რეჟიმმა იხეირა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ნაცვლად იმისა რეფორმები გაეგზელებინათ, გაეტარებინათ და ევროპაში წასულიყვნენ, იზოლაცია არჩეს და რუსეთის უკანა ეზოს გასასვლელად. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ფულზე დგას ის ელიტები, ეგრეთ წოდებული ელიტები ბჭყალებში ლოიალისტურად განწყობილი, რომელიც დღეს შემოსავალს აკეთებს, იქნება ეს დეველოპმენტის თვალსაზრისით, ხო, ჩვენ ხედავთ, რომ თბილისის დაბეტონებას ავიღებთ, სხვადასხვა ნებართვების გაცემას ავიღებთ, უკიდურეს და კორუმპირებულ მერიებს, თბილისის მერს თუ ნებისმიერ სხვა ამბავს, ეს ადამიანები ივანიშვილს უჭირავს ზუსტად ამით, რომ მათ აქვთ წვდომა აი ამ რესურსებზე, რომელიც მათ არ ექნებათ, რომლებიც იქნებიან კეთრონები, რომლებიც იქნებიან სანქციების ქვეშ, რომლებიცაც ვერ აიღებენ დასავლურ ვიზებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ მიუხედავად მათი ამ პროპაგანდისა, რომ გამოდიან რაღაც უსახელო და უგვარო დეპუტატები და ამბობენ, რომ საერთოდ არ ვაპირებ ევროპაში წასვლა, საერთოდ არ მინდა ამერიკაში, საერთოდ თურმე ევროპა შოპინგი არის მათთვის ევროპა და თურმე ბატონ კალაძეს არ აინტერესებს ბრიტანეთი და საერთოდ თურმე 2008 წლის ომი მას გაუჭერებია და ასე შემდეგ. სინამდვილეში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სიცრუე. სინამდვილეში ისინი პირველივე შესაძლებლობის
გაჩენის შემთხვევაში გარბიან ევროპაში, გარბიან დასავლეთში, ყველაფერს დასავლეთში აკეთებენ ეს მაგალითის მათ ქონება დასავლეთში არის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სანქციები ივანიშვილს ასუსტებს, იმიტომ რომ ივანიშვილს ტოვებს მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, მისი ფანატიკურად მომხრე ადამიანების გარემოცვაში და ესეთი ფანატიკურად მომხრე ადამიანები რაღაცომღაც გონია რომ ძალიან ბევრი არ ეყოლა. დიდი მადლობა გიორგი, დიდი მადლობა პირდაპირ ჩართ დაასრულეთ აზრი თუ შესაძლოა არ მოვიდა ჩვენთან. ხო, ეს სანქციები არის მტკივნეული, რეპუტაციულად არის ძალიან რთული, საქართველოს პატრიოტი ადამიანებისთვის არის უაღრესად რთული, როდესაც ხედავ რომ შენი ქვეყანა ღიად პრორუსიალი და კოლაბორაციონისტულ პოზიციას ატარებს ის ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს დღეს ყავს, მაგრამ პროტესტისთვის და ქართული ოცნების დასასრულისთვის, პოლიტიკური დასასრულისთვის ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ გადადგმული, იმიტომ რომ ბრიტანული სანქციები ქართულ რეალობაში გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე თუნდაც ამერიკული და თუნდაც ევროპული სანქციები. ჩვენი საბანკო სისტემა არის ზუსტად ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ რეგულაციების. გმადლობთ გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში.